და დღის სხვა მთავარი თემები არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ტონი ისევ გამკაცრდა მგრეველთა ბრიგადა და თალიბანიზაცია. მიხეილ სააკაშვილის ლექსიკონში ქართული ოცნების მისამართით ახალი სიტყვები გაჩნდა. ქვეყნის პირველი პირი შენობების შესწავლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებამ გააღიზიანა. მმართველი გუნდი სააკაშვილის ფრაზებში დამარცხებული პოლიტიკოსის პოზიციას ხედავს. უმცირესობა კი საკუთარი ლიდერის მსგავსად მგრევაზე საუბრობს. მიხეზე მუსკომედიის თეატრის ჯერ კიდევ დაუსრულებელი შენობა უკვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული. ამ თემაზე ქვეყნის პირველი პირების სატელევიზიო პაექრობა მეორე დღე გრძელდება. მე შევთვალე რომ ძალიან კარგი პროექტია და თუ მათაც სურვილი ექნებათ, მე აქ ავაშენებდი მუსკომედიის თეატრს. ისინი სიამოვნებით დამთანხმდნენ. მე დაუძახე არქიტექტურულ ჯგუფს რომ განევითარებინათ ნახაზები. მეორე დღეს მოვიდნენ ჩემთან და მაჩვენეს რომ ეს იყო ნახატი და არა ნახაზი. როდესაც ზომები რაც ეწერა იმ ნახატს ზომებში გადაიტანეს არქიტექტორებმა, აი ეს მივიღეთ, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. ჩემი აზრით ეს საშინელებაა. აი ჩვენება მივეცეთ და გადაეცეთ კბილაშვილს. მე მზათა ვარ ეცებში. არჩილ კბილაშვილი არა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებისთვის მიცემულ ამ განმარტებებს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. თანამედროვე ეპოქაში ერთადერთი მაგალითი პოლიტიკური ნიშნით გრევის არსებობს ავღანეთში ტალიბანების მიერ განხორციელებული. მე არ ამგონია რომ 21 საუკუნეში საქართველოს თავი უნდა მოიჭრას თემი მსოფლიოს წინაშე ტალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების გრევით. და საერთოდ გრევა მესმის სულ მესმის რომ უნდა სისტემა დაინგრეს. ნაციონალურ მოძრაობა გუშინ გვამხნევს რომ უნდა დაინგრეს. ეხლა შენობები უნდა დაინგრეს. პასუხმა არ დააყოვნა და პრეზიდენტისგან თალიბანს შედარებულმა მთავრობის მეთაურმა ქვეყნის პირველ პირს გორიდან უპასუხა. არც ერთი ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა იმას არ აკეთებს, რასაც ეს კაცი აკეთებდა. არცად არ შენდება მთავრობის დაჩები. მით უმეტეს რომ უსახლკაროები არიან და ბავშვები ყინვაში იყინებიან. არ აქვს 7 რეზიდენცია მთავრობის მეთაურებს, არსად დიდ ქვეყნებშიც კი. არ აქვს რამდენიმე 2 თვითმფრინავი, არ აქვს რამდენიმე ვერტალიოტი. ახლაც ჯერ კიდევ მოხსენეთ გრიფის საიდუმლო, თუ არა 80 მილიონი ვერტალიოტებშია გადახდილი. საოცრებები ხდებოდა ეს კაცი რაზე საუბრობს. პრეზიდენტისა და პრემიერის სატელევიზიო პაექრობას არც კანონმდებლები ჩამორჩნენ. მე მგონი მართლაც აბსოლუტურად სხვა რამე არის დღეს მთავრობის საქმე, ეს არის თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში, ეს არის სოციალური პრობლემები, ბევრ რამეზე იყო საუბარი, ტარიფების განახევრებაზე, ბენზინის გაიაფებაზე, უფასოხმათესვაზე, საბანკო კრედიტების დაფარვაზე და ამის მაგივრად თუ მთავრობა დაკავებული იქნება უკვე აშენებული თანამედროვე შენობების გრევით, ამით ვერაფერს კარგს ვერ გააკეთებს. უფრო რადიკალური იყო საპარლამენტო უმრავლესობა. მათი განცხადებით მმართველმა კოალიციამ პრეზიდენტის შეფასებებში გაბრაზებული და დამარცხებული კაცის პოზიცია დაინახა. ეს არის გაბრაზებული კაცის, დამარცხებული კაცის რომ არ ეკადრება ისეთი წამოწდენები. პროექტის მიხედვით მუსკომედიის თეატრის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პირველი მაყურებლის მიღებამდე თეატრის შენობა უკვე არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ.